ერთი შვილი გაგიჩნდათ. ერთი შვილი და არ გამაჩენია ჩემა დედამთილმა. გინდოდათ მეორე შვილის გაჩენაც? როგორ არ მინდოდა. ჩემი ქმარი იყო ტყუპის სალი და მეც ვიყავი ტყუპებზე ფეხმძიმედ. არ გამაჩენია ჩემას დედამთილ. უკვე ცალკე რო ყოფილიყავით შეიძლებოდა კიდევ გაგეჩინათ ხო იმ პერიოდში? გავეჩენდი, უსათოდ გავაჩენდი. თუ გავიგებდი რომ ტყუპებია, გიждდები ტყუპებზე. სიმკაცრეს იჩენდით შვილის მიმართ. მე ვიყავი მკაცრი და მამამისი თავს ევლებოდა. თავის საწერი მაგიდა ქონდა და აქ იყო საწოლი. ხო. და საწოლზე პროსტინას რო აფარებ, ხო აქ ესე. აი ესე მელანი ესხა. ხო და მე ეს მელანი რო არ ვენახა, მაკრატილით შემოჭრა ესე. კინაღამ შევიშალე, მაგრამ რა ვქნა, რა უთხრა. მამამისი ვიცი რასაც მეწყვის. რა თქვა მამამ? მე მომივიდაო. ხელი დააფარა. რა ბოთე ვარო, როგორ წამასო ხელი წამეკრაო სამელნეზე და გადაესხაო და მე ვიფიქრე შემეში და შენიო და მოვაჭერიო და არა და წინწკლები იყო დარჩენილი. თქვენ წინააღმდეგი იყავით რომ მსახიობი გამხდარიყო? აბსოლუტურად არ ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ არც მივხმარები ვართ. ყოველ სპექტაკლზე თეატრში მომყავდა, მე დამტოვებელი რო არ მყავდა, მომყავდა თეატრში. და კულისებში იჯდა სულ. სკამზე რო დაინახავდა. არა, იქ ბატონი თამაზიზის. და დაცინოდნენ და ბავშვობიდან თეატრში ჰქონდა თავისი ადგილი. ხო და დააყენებდნენ მაგიდაზე და რომელიმე სპექტაკლზე ევნებოდნენ, აბა ეს მოყევი. ისი აჯავრებდა ყველას. ისი აი გაგიკვირდებოდათ, რომ ისეთ ნიუანსებში. თქვენს პაროდიასაც უარ აკეთებდა? არა, ჩემსაც არ აკეთებდა. და როდესაც ვინმე მოწონდა, ან ცოლის შერთვა გადაწყვიტა, კითხათ აზრი? ოღონდ შეერთა და მადლობას ვეტყოდით. სუდაკარგულები იყვნენ. თანაც დედამისი არ კითხულობდა და ამაზე გიждდებოდა კოტე. ჩემიო ბიჭიაო და მაგის გოგოაო და არ უნდა იფიქროსო ამაზეო. მოგწონდათ როგორც სარძლო? ძალიან ზრდილი გოგო იყო, კულტურული და წესში მიყვარდა ძალიან. ჩემმა ბიჭმა უღალატა მე ამ ღალატს მე იმას მივემხარი შემრძალს ვერაფერს ვეღარ მეუბნებოდა. იმიტომ რომ იმის პადრუგამ უღალატა თვითონ. გრძლის დაკალთან? დაკალთან. შეუნარჩუნეთ ოჯახი, შეძელით შენარჩუნება, გადარჩენა ოჯახის? შევძელით. მშვიდობით დაბრუნდი. გენაცვალოს დედა. ოლიგარქი. ამ ბაღანა შენი მე და ღელეს გახმა ჯერ ფეხი კი არ გადაუყვა. ბაღანა კი არა 18 წლის ვაჟკაცია. ობლობაში მყავს გასტი. ბაღანა ერთი ხითხავს საგებ და თალიკო. ხალხში გავა. თანას თვალს გადაავლებს. რაცა ორ კაპიკს შემოიტანს ოჯახში. და იყო საბედისწერო ავარია. საჭესთან იჯდა? თვითონ იჯდა ნასვამი. სად მოხდა ეს? საიდან მიდიოდა? თეატრიდან მიდიოდა და იქ ყვავილები როა ბაკეს საბურთალოს გადასასვლელი. კი ბატონო. მანდ მოხდა ეს ავარია? მანდ მოხდა ავარია. სვეტს დაეჯახა. ძიმე დაზიანებები მიიღო ამ ავარიის შედეგად? ძალიან დიდი. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ თავი დაარტყა. რამაც მეხსიერება დააკარგინა. მკერდი დაარტყა, რამაც მე გაუღვივა და კიბო დაემართა. ეს მეხსიერების პრობლემები რო დაეწყოთ, რითი შეატყვეთ? ანუ ჰქონდა გამოხატული? როგორ არ ჰქონდა, მე ვნებოდა რომ სახლში წადიო, რა გინდათო, რაც დამდგომი ხარ თავზეო. ვერ გცნობდა? დედა ჩემს უთხარიო და დედა ჩემი მოვაო. ან თქვენმა შვილმა ვერ გიცნოთ, როცა სამოთყოფოში მიხვდა. წლების შემდეგ, როდესაც ამ კერდის მირტყმის შედეგად 10 წლის მერე გაუხსენა. 10 წლის შემდეგ და შემთხვევით გაესინჯა და აღმოჩნდა რომ კიბო იყო ეს ყველაფერი თუ აწუხებდა ის ადგილი? არ ვიცი, მაგრამ ექიმთან მივიდა. ანუ ეხლა რატო არ წვენია იმ ადამიანს? მე რომ მე ვარ და დიდი არაფერი მესმის მედიცინის. ხო. რამე რომ ამტკივდება, არასოდეს ტკივილის გამაყუჩებელს არ ავსვავ. არ ავსვავ, იმიტომ რომ მე მიზეზი მაინტერესებს რეის გამომტკივა. და თქვენ შვილს ასმევდა ის ექიმი გამაყუჩებელს. გამაყუჩებელის მეტი არაფერი არ მეუცია. და სხვა ექიმა დაადგინა შემდეგ რა იყო მიზეზი? ეს უკვე ძალიან გვიან. დაგვიანებული იყო უკვე მკურდალობას. კაცარავასთან მიიყვანეს,
თქვა რომ მეოთხე სტადიაა უკეო. თქვენ ვინ გითხრათ ეს ამბავი? შვილიშვილმა მითხრა. რამდენ ხანში უთხარით თქვენს ქმარს? დიდხანს უმალავდით ამ დიაგნოზს? დაახლოებით 1 კვირა. მაგრამ მე არ მithქვია, ექიმმა უთხრა. თქვენი ნებართვის გარეშე უთხრა პირდაპირ? ჩემი ნებართვის გარეშე შედიოდა კაბინეტში და კაცო რა ჭირს ამ ჩემ შვილსო ვეღარ გაი, იმიტომ რომ იქ წავიდა მე სხვადასხვა სტატიები, სხვადასხვა ექიმები, სხვადასხვა წამლები, ხო იცი რომ გამდროს გიჟღარით ახარ და ყველაფერს სინჯა. ბოლოს და ბოლოსო გამაგებინეთ რა ჭირს ამ ჩემ შვილსო. ესეთი მოურჩენელი რა ჭირსო. რა ბოლოს და ბოლოს კი ხო არა აქო. თავი დაუქნია მარტო. კიო უთხრა. თქვენ როდესაც ეს დიაგნოზი გითხრეს, ერთი ძალიან სევდიანი, მაგრამ ხო ვიცი რაც უნდა მკითხოთ. სარკეში ჩაიხედეთ, ხო, რომ თქვენი სახე დაგემახსოვრებია. უდიდესი ახლა მე სულ დრამატიულ როლებს ვთამაშობდი და ყოველთვის ეგ მიიღო ჩემი ის რა ცრემლი წამოსვლა. ყველა მაშინ რა ქვია პიესაში სატირლად მქონდა საქმე და თუ შიგნი არ გაატარე, არაფერი არ გამოვა და ვერავის ვერ მოატყუებ. ესეც გავბრაზდი ჩემ თავზე საშინლად, ამივარდა ისტერიკა. იცით რა, ჩემ თავში ეჭვი შემეპარა მე თეატრი უფრო მიყვარს თუ ჩემი შვილი მეთქი. რა რთული პროფესია გაქვთ, რომ ძალიან და გონია დიაგნოზის დროს თქვენ კიდე ფიქრობდით როლზე, თეატრზე. მე არავისთვის არ მithქვია ეს, არავისთვის. სანამ მეუღლეს ეთყოდით ამ ამბავს, რომ დიაგნოზი თქვენ უკვე იცოდით. ელენე ყიფშიძეს უყვებოდით ამ ყველაფერს, რომელიც თქვენი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო. ლენას უყვებოდი, მედეა ჩახავას უყვებოდი და მარიკა კვალიაშვილს. ოღონდ კოტეს არ შევხვედროდი. ვემალებოდი სულ. ხო. იმიტომ რომ გამოუტოვებლად ვტიროდი სულ. ხო. და ვცდილობდი რომ ავწდენოდი. ხანი იქ ვარ, ხანი იქ ვიყავი. მე ლენასთან დავდიოდი მართლა. ლენაც ისეთივე დღეში იყო როგორც ჩემი შვილი. და ცოტა ხნის მერე ლენა გარდაიცვალა. ხო. ბოლოს უკვე როდესაც თქვენმა მეუღლემაც გაიგო დიაგნოზის შესახებ, ერთად იყავით ხოლმე უკვე პალატაში თქვენ შულთან ერთად, ხო? დიკატარებდით უმეტეს დროს ერთად. არაფერი ჩვენ და მე ჩემ მეუღლეს არ გვილაპარაკნია ერთმანეთში. რა უნდა უთხრა მაგ დროს რა? ძალიან რთულია სიტყვების პოვნა. რა უნდა უთხრა? შენ დაწყნარდი გენაცვალე? რა მერე? ფუჭი სიტყვებია და რა წყვილა სიტყვა რა გინდა ახლა? მოუკვდეს დედა იმას. მე ცოცხალი უნდა ვიყო და შავ მიწაში უნდა იწვეს. აბა რა უშველო ამ ჯამდამწვარმა ამან. ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ. ხო, თეატრში აღარ იყავით არც ერთი, ხო, რაღაცა პერიოდი. მაგრამ იქ მქონდა დაწყებული მუშაობა. მედიკო ჩახავა და მე ვთამაშობდით აქ ამ სავანეში. თემურ ჭყიძეთ გამდა. და როგორ გადაწყვიტეთ მისვლამ? ვიცი რომ მეუღლემ დაგაძალათ, რომ თქვენ თეატრში წასულიყავით. 40 არ იყო. 40 დღე არ იყო გასული. არა. მედიკომ დამირეკა და მითხრა თამრო, მოდი დედიკო, მოდი რეპეტიციაზე მითხრა. ხო და არა მე უთხარი მე ვეღარ მოვალ მეთქი ხო იცი და ვიღაცა მონახეთ მე უთხარი და ათამაშეთ მეთქი. ამან თემურის უთხრა. მე თემური დამირეკა, თემური მითხრა რომ თუ საერთოდ აპირებო მსახიობობაზე ხელის აღებასო, მაშინო მე მესმისო შენიო, კი ბატონო, შენი ნებაო. მაგრამ თუ არ აპირებო და ვერ გაძლეპო, ეგეც მითხარიო, დაფიქრდიო ცოტაო და მერე მიპასუხეო. კარგით მეთქი მე უთხარი და რომ მოვტრიალდი ჩემი მეუღლე აქ იწვა სხვადასხვა. ესე ქონდა თავი ხელში და რას გეუბნებოდაო? ტელეფონზე ლაპარაკობდით, ხო? ტელეფონზე ვლაპარაკობდი, ხო და ტელეფონიც აქვე იდგა. ხო. ხო და მე რას გეუბნებოდა? მე თქვენ ესე მეთქი სპექტაკლი ხო დავიწყეთ მეთქი იქ და ხო და ახლა რეპეტიცია ქონიათ რომ მე მივალ იქ მეთქი მე ვთქვი. სად არ მიხვალო მითხრა. რეპეტიციაზე მე როგორ მივალ მე ვთქვი კოტე ახლა რას ლაპარაკობ? ან რეპეტიციაზე მიხვალო და ან მე მომკალიო. შენი წასვლაო რეპეტიციაზე მე გამაცოცხლებს. და თქვენ წახვედით. და წავედი და რეპეტიცია გავიარე თავის ცეკვით, სიმღერით.
იქ სიმღერას იწყებს, მერე ცეკვავს. და ეს ვითამაშე მერე. დედა გნებავთ რამე? დედა ხომ ხედავ მუშაო. ჯობია დაიძინო, ჯობია დაისვენო. იცი რა, საერთოდ ჯობია რომ იცი რა, შენ წაიღე და თქვი. ეს ასე და ეს კიდე ასე. უტა ერთი ამას უყურე. შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული და თქვენ მოგიწიათ სცენაზე ცეკვაც, სიმღერაც, პრემიერაც. ხო, მომიწია და ხალხი მისამძიმრებდა თუ მილოცავდა, არ ვიცი. ძალიან რთულია. შვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენს მეუღლესაც გაუჭირდა ცხოვრების გაგრძელება და მალე დაავადდა. ნერვების ანთება. ხო. თელ მუცელზე ესე ვალდირები ქონდა, ბუშტები, წყლით სავსე. აწუხებდა რამე შვილის გარდაცვალებამდე თუ ამ ნერვიულობის შედეგად დაეწყო ეს ყველაფერი? ნერვიულობის შედეგად დაიწყო, მაგას ავადმყოფობა და კოტეს. არაფერი ხო, მანამდე. თქვენ ამ დანაკარგ მე არ ვიცი, ეხლა იცით რა. თქვენ რო ამბობთ მაგას ნერვებზე დაემართა, შენ რატო არ დაგემართაო, ეს რომ მკითხო? ამას ვერ კითხავთ, იმიტომ რომ ძალიან არაკორექტული მე ეხლა მეორე საზრუნავი გამიჩნდა. თქვენ რა ფიქრობთ, რომ ნაკლებად მიყვარს დღესაც? თქვენი მეუღლე. ჩემი მეუღლე. რომელზეც თქვენ უნდა გეზრუნათ. უკვე სკლეროზი ქონდა. თქვენს მეუღლეს. ხო და თამარაზე ეხლაც გაგიჟებით მიყვარს, აი ესე გააკეთა ხელები. ეხლაც გაგიჟებით მიყვარს. როცა ეს სიტყვები გითხრათ, უკვე სკლეროზი ქონდა მას, მაგრამ ის ახსოვდა, რომ თქვენ ის ახსოვდა. მთელი ცხოვრება უყვართ. ამას გეუბნებით, რომ ახსოვდა შესანიშნავად. და თქვენ ახერხებდით იმას, რომ მეუღლეზეც გეზრუნათ, თეატრშიც ყოფილიყავით, ამ პერიოდში რთული იქნებოდა ძალიან. ხო და ეხლა ვიყავი გაყოფილი. რამოდენიმე ნაწილად. თუმცა მაინც გაუმკლავდით ყველაფერს და თეატრი დაგეხმარათ, რომ ამ რთული ამბების შემდეგ ისევ ბრძოლის უნარიანობა დაბრუნებოდათ, ისევ შემართება ქონოდათ. არა, მაგენი არც ამხმარებიან მაინც და მაინც თემურ ჩხეიძე და მედიკო ჩახავა. მარიკა კვალიაშვილი. ესენი ძალიან მეხმარებოდნენ. რელიგიური უფრო ხო არ გაგხადათ შვილის გარდაცვალებამ? უფრო მეტად ხო არ იწამეთ ღმერთის თუ მანამდეც იწამეთ? არა, ნაწყენი ვიყავი ღმერთზე. ერთი შვილი მყავდა და კარგი შვილი იყო, იცი და როგორ დაიძინებდა, რომ არ გამოეკითხა ჩვენ როგორ ვიყავით. უკვე ცალკე ცხოვრობდე. ყველაფერს გამოგკითხავდა და ისე დაიძინებდა. და რამე თუ გაგიჭირდა, მოვარდებოდა იმ წუთას. მოძღვარი ყავდათ, ვისაც უთხარით, რომ ნაწყენი იყავით ღმერთზე, რომ ერთადერთი შვილი. ნაწყენი ვიყავი, ხო, ნაწყენი ვიყავი, რომ რატო. მერე სიკეთის მეტი არც შემეუღლეს, არც მე. არა, ჩემ ცხოვრებაში აი ენა მიუტანა, ან რაღაცა ეს მსგავსი, ან იჩხუბა. ხო. ან შეურაცხყოფა მიაყენა, ან მე, ან ჩემმა ქმარმა. არაფერი მსგავსი მაგის. ენგენაცვალო შენი ბებო სულ ალიკვალი მამა შენი რო ხარ. ის ისე გრეხით ხითებდა, როცა მაგ ტექსტს კითხულობ.